დღეს პარლამენტში გვაქვს ძალიან სასიამოვნო და მნიშვნელოვანი ცერემონია. დღეს გაფორმდება ხელშეკრულება მემორანდუმი საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროს და სინძიანის ხვალინის სავაჭრო სამრეწველო ჯგუფს შორის. ეს მემორანდუმი საფუძველს ჩაუყრის საქართველოში ძალიან დიდ ინვესტიციას, დიდი მოცულობის ინვესტიციას და ეს მემორანდუმი საქართველოში საფუძველს ჩაუყრის, თბილისში საფუძველს ჩაუყრის სპეციალური ეკონომიკური ზონის მშენებლობას. უნდა კარგად გვესმოდეს, რომ საუბარი არის ძალიან დიდ კომპლექსზე, სადაც იქნება თავმოყრილი როგორც გასართობი, ასე კომერციული ღირებულების და ფუნქციის ობიექტები და იმ კომპლექსზე, სადაც დასაქმდება ძალიან ბევრი ჩვენი თანამემამულე და თანამოქალაქე. ინვესტიციის მოცულობა თავისთავად მეტყველებს იმაზე, რამდენად მნიშვნელოვან პროექტზე წერება დღეს ხელი და ინვესტიციის მოცულობა იქნება არანაკლებ 150 მილიონი ამერიკული დოლარისა. ალბათ ყველას, ვისაც შეხება ქონია ინვესტორთან, ინვესტიციასთან და პროექტთან ესმის, რომ ეს არის ძალიან დიდი მოცულობის და დიდი მნიშვნელობის ინვესტიცია. რაც შეეხება თვით ინფრასტრუქტურის თვალსაზრისით, ქალაქი მიიღებს ძალიან კარგ ახალ უბანს, ქალაქი მიიღებს ახალ სასტუმროს, რომელიც გამოყენებული იქნება თბილისის 2015 წლის ახალგაზრდული ოლიმპიადისთვის. ქალაქი მიიღებს რეკრეაციულ ზონას, დასასვენებელ ზონას, რომელთაც ისარგებლებენ ჩვენი მოქალაქეები და ასევე რაც ძალიან მნიშვნელოვანია, მიიღებს სავაჭრო და კომერციულ ცენტრს. ასეთი ტიპის სავაჭრო ცენტრი და ინდუსტრიული ზონა არსებობს მათ შორის ჩინეთშიც, მათ შორის იმ პროვინციაში, იმ რეგიონში, საიდანაც ჩვენი სტუმრები ბრძანდებიან, ამიტომ ეს არ არის სიახლე და საორიენტაციოდ შემიძლია გითხრათ, რომ ჩინეთში ანალოგიურ ეკონომიკურ ზონაში დასაქმებულია დაახლოებით 40,000 ადამიანი. ამიტომ ჩვენი მოლოდინია, რომ აქაც საქართველოშიც, თბილისშიც ძალიან ბევრი ადამიანი იპოვის სამსახურს, იპოვის დასაქმების შესაძლებლობას იმ პროექტის განხორციელების შედეგად, რომელსაც დღეს ხელი ეწერება. მე ძალიან მოხარული ვარ, რომ ასეთი შეთანხმება შედგა სამინისტროს და ინვესტორების ჯგუფს სინძიანის სავაჭრო სამრეწველო ჯგუფს შორის. ძალიან მოხარული ვარ, რომ პარლამენტი თავიდანვე პირველი ეტაპიდან იყო ჩართული ამ პროცესში და ჩვენ აუცილებლად გავაგრძელებთ ჩვენს ჩართულობას, ვინაიდან ნებისმიერი ინვესტორი, ნებისმიერი ინვესტიცია იქნება ჩვენი ზრუნვის საგანი. თუ საჭირო იქნება შეღავათი, თუ საჭირო იქნება საკანონმდებლო მხარდაჭერა, თუ საჭირო იქნება პოლიტიკური მხარდაჭერა, ჩვენ მზად ვართ ყველაფრისთვის, როდესაც ეს ემსახურება ჩვენი ქვეყნის ინტერესს, ჩვენი ეკონომიკის ინტერესს, ჩვენი ეკონომიკის განვითარების, სამუშაო ადგილების შექმნის და მოსახლეობის დასაქმების ინტერესს. მე დარწმუნებული ვარ, რომ ის მემორანდუმი, რომელსაც დღეს ხელი ეწერება, ემსახურება სწორედ ამას, ემსახურება ჩვენი ქალაქის გალამაზებას, ემსახურება ჩვენი ქალაქის ინფრასტრუქტურის განვითარებას, ემსახურება ჩვენი თანამოქალაქეების დასაქმებას, მათი დიდი რაოდენობის დასაქმებას და ემსახურება ამ ქვეყნის ეკონომიკის კიდევ უფრო განვითარებას. სწორედ ამიტომ მე ძალიან მოხარული ვარ, რომ დღეს პარლამენტის შენობაში შედგება აღნიშნული მემორანდუმის ხელმოწერა და მაქვს პატივი ვთხოვო ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრს ქალბატონ ვერა კობალიას და სინძიანის სავაჭრო სამრეწველო ჯგუფის წარმომადგენელს ბატონ ჩანგ ძუის ვთხოვო მათ მოაწერონ ხელი აღნიშნულ დოკუმენტს. დიდი მადლობა.